სპეცოპერაციები თბილისში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მთაწმინდის სათმოს ყველაზე გავლენიანი წევრები და ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრები დააკავეს. ხელბორკილები დაადეს სამ პირს: გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და მამუკა ბაღდავაძეს. აქედან გიორგი მიქაძე მის ძმასთან ერთად, რომელზეც ახლა ძებნაა გამოცხადებული, არის მკვლელობის შემკვეთად დასახელებული. გამოძიება ასევე ეძებს გიორგი ჯოხაძეს, რომელიც ასევე მიქაძეების ახლო გარემოცვის წევრია და გამოძიების ვერსიით სწორედ მიქაძეებმა კილერის პოვნაში დახმარება სთხოვეს გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც თავის მხრივ მისი დაცვის უფროსი გელა უძილაურის კანდიდატურა შესთავაზა და შემდგომში უკვე იარაღის უკანონო შეძენითაც თავად დაკავდა, რომლითაც 14-ჯერ ესროლეს ლევან ჯანგველაძეს დედაქალაქის ცენტრში. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ხელბორკილები სამს დაადეს, ორს დაუსწრებლად წაუყენებენ ბრალდებას, თუმცა გამოძიება გრძელდება. დღეს მოვისმინეთ ვრცელი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, თუმცა ბრიფინგის განმავლობაში არც ერთხელ არ გაჟღერებულა ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან დაკავებული და გამოძიების ვერსიით აღნიშნული მკვლელობა სწორედ შეკვეთილი, ახლა მთავარი კითხვაა, გავა თუ არა გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის კვალზე, რომელიც უკვე თვეებია დასახელებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის რეალურ შემკვეთად. გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლჯ-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გჯ-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით პირის მოძიებაში დახმარებას სთხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი გჯ-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. გჯ-მ და გკ-მ მართსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ გმ-სა და დმ-ს მეშვეობით გ-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით. საქმეზე ჩატარებული იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მბ, რომელმაც სრულ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული. ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მოსამსახური ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ამოღებულია არაერთი ნივთიანი მტკიცებულება. როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებამ მკვლელობაში ბრალდებული გ მომხდარიდან მალევე დააკავეს. ასევე დაკავებულია პირი, ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ცეცხლსროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ საქართველო დატოვა გიორგი ჯოხაძე. მის პირველების ინფორმაციით აზიის სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდა, რადგან დაპირისპირება ძალიან გავლენიან ჯგუფთან ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ჯანგველაძე თავის მხრივ იყო სწორედ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა, ამიტომ ახლა გიორგი ჯოხაძეზე არის ძებნა გამოცხადებული და მას ბრალს პროკურატურა სავარაუდოდ ხვალ დაუსწრებლად წაუყენებს, როგორც ერთ-ერთი თანამონაწილე აღნიშნული შეკვეთილი მკვლელობის გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გამორიცხულია რაიმე კავშირი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდეს მკვლელობის საქმესთან, მიუხედავად იმისა, რომ გელა უძილაური მისი დაცვის სამსახურის უფროსი იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული მკვლელობა მოხდა, უძილაური ჯოხაძესთან უკვე აღარ მუშაობდა და შეუძლებელია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რაიმე კავშირი ჯოხაძის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამ დროისთვის იმყოფება ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში მამუკა ბაღდავაძე, რომელიც არის გიორგი ჯოხაძის მეგობარი, ისიც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ბაღდავაძის დაშლილების საწყობთან დააკავეს გელა უძილაური და გამოძიებას უკანასკნელი კვირების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა კითხვები ბაღდავაძესთან იმასთან დაკავშირებით, შეხვდა თუ არა ის გელა უძილაურს უშუალოდ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ. ამ წუთებში ბაღდავაძესთან მისი უფლებადამცველი შედის. ყველა არის ახლა იმის მოლოდინში, როდის წაუყენებენ მათ ოფიციალურად ბრალდებას და როდის ჩაინიშნება უკვე აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლოს ხდომა.
და თუ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად წარუდგინოს ბრალი, ეს იქნება აბსურდული ბრალდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში დარწმუნებული ვართ დაცვის მხარე, რომ ვერანაირ მტკიცებულობა ვერ იქნება, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საიმისლოდ, რომ დადასტურდეს წარდგენილი ბრალდებაში გიორგი ჯოხაძე ცნონ დამნაშავე. ვერანაირი კავშირი არ აქვს ძმებ მიქაძეებთან, ან უბრალოდ მაცნობობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე კავშირი აქვს მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ასევე ძმებ მიქაძეებს ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ბრალდება მათ ედავება. გელა უძილაური წლების წინ მუშაობდა კი ბატონო გიორგი ჯოხაძის დაცვაში. ეს ფაქტი ცნობილი ფაქტია, ეს ფაქტი დამალული არ არის და არც არავის დაუმალოს, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან გელა უძილაური მასთან წლების განმავლობაში დაცვაში მუშაობდა, რომ რაიმე კავშირი მიუძღვის გიორგი ჯოხაძეს მოცემულ მკვლელობასთან. მამუკა ბაღდავაძეს პირველი დღიდან მოყოლებული დავყვებოდი გამოკითხვებზე და ოფიციალურად მონაწილეობდი როგორც ადვოკატი და რაც მის ხელთ იყო არსებული ინფორმაცია აღნიშნული მიაწოდა. შესაბამისად, მის მიმართ ფიზიკურად დღეის მდგომარეობით რაც ჩემს ხელთ არის ცნობილი, ვერ იქნება ვერანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის თუ სრულჩვენების ფაქტს. ჯოხაძის მეგობარია, ასევე გიორგი ჯოხაძედან გამომდინარე, ჰქონდა გელაუძილაურთანაც კომუნიკაცია, ვინაიდან იყო დაცვის უფროსი. გელაუძილაური დააკავეს მამუკა ბაღდავაძის დაშლილების საწყობთან, ოდნავ ქვემოთ და აღნიშნულთან დაკავშირებით დაისვა რამოდენიმე კითხვა, რეალურად შეხვდა თუ არა მამუკა ბაღდავაძე, მაგრამ აღნიშნულიდან გამომდინარე კამერები არსებობს მაგასთან დაკავშირებით. როდესაც გელაუძილაური შედის მამუკა ბაღდავაძის საწყობში, მამუკა ბაღდავაძემ უბრალოდ მანქანა მოატრიალა და მათ შორის რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძეს 14 ტყვია დედაქალაქის ცენტრში ესროლეს, გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან ოჯახის ადვოკატი ამბობდა იმას, რომ ეს საქმე არის შეკვეთილი მკვლელობა და არა მკვლელობა ანგარიშწორების მოტივით გელაუძილაურის მხრიდან, თუმცა თვეების განმავლობაში საქმე არასწორი მიმართულებით მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ ადვოკატი ითხოვდა, რომ შეცვლილიყო ზედამხედველი პროკურორი გია შაიშმელაშვილი ნამდვილად შეიცვალა და სწორედ ამის შემდეგ, რაც საქმე უკვე ლევან ვეფხვაძემ ჩაიბარა, საქმეში გაჩნდნენ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც მანამდე უშუალოდ ამ შეკვეთილი მკვლელობის მონაწილეებად მოიხსენიებოდნენ. პირველების ხელშია პატაკი, რომელიც რამდენიმე კვირით ადრეა დათარიღებული, ვიდრე ხელბორკილებს დაადებდნენ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე თაწმინდის საძმოს წევრებს და სწორედ ამ პატაკში ვკითხულობთ, რომ ძმები მიქაძეების სახელი ჩნდება როგორც მკვლელობის უშუალო შემკვეთი. შეიცვალა საქმის პროკურორი, რომლის აცილება ჩვენ მოვითხოვეთ და რომლის მიმართაც ჩვენ გქონდა მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან სერიოზული პრეტენზიები, რომ ეს ადამიანი სპეციალურად არ იძიებდა საქმეს და იყო დაინტერესებული პირი, რომ საქმე არ ყოფილიყო გამოძიებული. მას შემდეგ, რაც ეს პროკურორი აცილებული იქნა საქმიდან და საქმეში ჩაერთო სხვა პროკურორი და როდესაც უკვე გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული, ამის შემდეგ თქვენ ძალიან მარტივად დაინახეთ, რომ პირველივე დღეებშივე კვალიფიკაცია შეიცვალა და შეკვეთილი მკვლელობის მიხედვით გაგრძელდა გამოძიება. დადასტურდა მკვლელობა ნამდვილად შეკვეთით მოხდა. დადასტურდა, რომ უკვე სახელმწიფომ უკვე აღიარა, საგამოძიებო ორგანომ უკვე აღიარა, ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში და ყველაფერი, რაზეც ჩვენ როგორც დაზარალებული ვსაუბრობდით, დაზარალებულის ადვოკატი მე პირადად ვსაუბრობდი, გამართდა. ახლა კი მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობი გარკვეულ ახალ დოკუმენტაციებს, რომელიც საქმეში არსებობს და მინდა გითხრათ, რომ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მე დეტალებზე რა თქმა უნდა ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ. გამოძიება უკვე ძალიან მიუახლოვდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს და ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს და შესაბამისად ახლა მთავარი კითხვა სწორედ ის არის ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის დაკავების შემდეგ გავლენ თუ არა ფარცხალაძეზე, დაიბარებენ თუ არა მას მინიმუმ გამოკითხვაზე, ძალიან ბევრ რამეს ფარდა ეხდება მას შემდეგ, რაც აღკვეთი ღონისძიების სხდომა ჩაინიშნება და დაკავებულებს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლოში გადაიყვანენ.